დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით და საუბარს ვაგზავნებთ უკვე სამი. და ხუთშაბათი და სამშაბათი სპორტული დღეა და სპორტზე ვსაუბრობთ ხოლმე ეთერში. აი ეს უკვე ჩვენი მაყურებლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რადგანაც შენ შემოგვიერთდი და ვისაუბროთ უახლეს სპორტულ ამბებზე. ვიდრე დავიწყებთ უცხოეთის სპორტულ სიახლეების საუბარს, მოდი ვისაუბროთ ბრაზილიაო. სპორტში აი აქ გერმანია და გერმანიას. ნუ მოკლედ სპორტის რუბრიკით გავაგზავნებთ რამდენიმე წუთში საუბარს, მანამდე როგორც შიდა სპორტული, ასევე გარე სპორტული აქტივობები მოვიხილოთ აქტივობები და ღონისძიებები. შიდას რაც შეეხება ძალიან საინტერესო დაპირისპირება საფეხბურთო გაიმართა გუშინ იოსებიძის 59 ნომერში. მე მეგონა რა სტამბოლში, თურქეთში, ასტონ ვილა ფრაიბურგი იოსებიძეს გაიმართა სხვა შორის პაილტრამედია ჰოლდინგის შიდა ჩემპიონატზე ტელევიზიის გუნდმა პაილტრანიუსმა გუშინ მინიმალური სხვაობით ანგარიშით 1-0 დაამარცხა. იმიტომ შემოხვედი რობოტი უთავად მე ისნავდივარ დილა ისნავდივარ ძილს გადავადგილდები და ჩვენ მოახერხეთ და გავედით ფინალში, სადაც ჩვენივე ჰოლდინგის ლოჯისტიკის გუნდს დავპირისპირდებით, საკმაოდ კარგი გუნდია, ძალიან ბევრად უფრო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ვიდრე ვართ ჩვენ, თუმცა ჩვენ ბრძოლის ნარიელობით ვაპირებთ, რომ რაღაცა კარგი ფინალი შევთავაზოთ. მე მგონია რომ მსგავსი და ტურნირებზე მატჩის წინა პრესკონფერენცია ვინმეს ქონოდა. რომას იზაბიეთში აქ მატჩის წინა პრესკონფერენცია. აი ნამდვილად და მოკლედ მინდა რომ ჩვენი ჰოლდინგის თანამშრომლები ხომ ბუნებრივია რომ იქნებიან ამ თამაშზე. გარედანაც მოვიზიდოთ ხალხი ახლა რომ ვიღაც უცხო მოვიდეს და დაასწრება თავისუფალია ფიქრობ. იოსებიძის 59 ნომერში შეუძლიათ რომ მოგზადდნენ. დათქმით სანახაობით. ნამდვილად და ახლა კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ნამდვილად უკვე არის სპორტის რუბრიკის დრო და სპორტის რუბრიკის ფარგლებში დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე და თუ რაზე ვისაუბრებთ ამას გავიგებთ რამდენიმე წამში. სპორტს პალიტრანიუსზე წარმოგიდგენთ ოდაბანი. ოდაბანი გათავისუფლდი ჭარბიოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. შედეგი პირველივე გამოყენებიდან. მოიკითხეთ აფთიაქებში. ესეც ასე დროა ჩამოჯექია აქ ამას ურნალი ვთქვიკინაღა და მიხდებოდა ჩვენი მაყურებელი მივესალმები კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად სპორტის ფსიქოლოგია კონკრეტულად ბავშვებში მშობლებში სად გადის ზღვარი მე რა ის მოვკითხოთ ჩვენ სტუმარს სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ გამხნევებასა და დაწნეხვას შორის იმიტომ რომ ის ბავშვებს მაინც სხვანაირად ესმით ეს ყველაფერი და არა მხოლოდ ეს ზოგადად რას ნიშნავს სპორტის ფსიქოლოგია რა საჭიროა სპორტ და რა მნიშვნელობის არის ფსიქოლოგიის სპორტში ჩვენი სტუმარია დინამო თბილისის აკადემიისა და მენტალ ჰაბის ფსიქოლოგი ნიკა ბუტლიაშვილი ნიკა დილომშვიდობისა მადლობა რომ ჩვენთან ერთად გვიხარია რომ ამ თემაზე გვიწევს საუბარი და მოდი დავიწყოთ მაშინ პირდაპირ დავიწყოთ საქმეზე საუბარი ვინ არის სპორტის ფსიქოლოგია ეს კარგად რომ მარტივად რომ ავხსნათ თან მით უმეტეს ბავშვებში რა მნიშვნელობა აქვს ამას და მე უკვე ჩავშალოთ მოკლე თემებად. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. სპორტის ფსიქოლოგია შედარებით განსხვავებული დარგია როგორც ჭეშმარიტი ფსიქოლოგია, ხო? ან ჩვენი როლი კიდე სხვა არის. ასე ვთქვათ, მუშაობს ეს დარგი ათლეტებთან და სპორტში მოღვაწე ადამიანებთან, რომელთაც მაგალითად ფსიქოლოგიური ბარიერები აქვს კონკრეტულად მუშაობის პროცესში, ხო? ძირითადი ფოკუსი მაინც არიან სპორტსმენები და მწვრთნელები. ზოგადად სპორტის ფსიქოლოგია ეს დარგი საქართველოში ეხლა შემოდის, თუმცა ნუ უკვე ძალიან დიდი პრაქტიკა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა გუნდს პრაქტიკულად ყავს ფსიქოლოგი, რომლებიც ასე ვთქვათ უშუალოდ მენტალურ ბარიერებს უხსნიან სპორტსმენებს, რაც მერე ხელს უწყობს პერფორმანსის გაუმჯობესებაში, ხო? იდეაში ეს როლი აქვს ფსიქოლოგს სპორტში და იცი რა ეს განსხვავება ხა ჩვენ უყურებთ ათლეტები ახსენეს, სპორტსმენები ახსენეთ, ჩვენ უყურებთ სპორტ ჩამოყალიბებულ სრულფასოვან წარმატებულ სპორტსმენებს და ამის პარალელურად უყურებთ ბავშვებს, რომლებიც გვინდა რომ წარმატებული სრულფასოვანი ათლეტები და სპორტსმენები გახდნენ. აი მათთან მუშაობის სპეციფიკა და უკვე სრულფასოვან სპორტსმენებთან სპეციფიკა. როგორ ვიწყებთ, რომ იქამდე
მივიდეთ სწორად, მათი მენტალობა, მათი რაღაცა დამოკიდებულებები რომ სწორად შევარჩიოთ. რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბარემ აქვე მოვაყოლებ ერთ თემას, აი რაც ვახსენე, დაწნეხვა და გამხნევება შორის სხვაობა რა. ეხლა ჩვენ ტრიბუნაზე ვხედავთ მაგალითად და ჩვენ შულებს რაღაც მიდი მოუმატე რაღაც ეს შეიძლება ამდენად დამთრგუნველი უფრო შეიძლება იყოს ბავშვისთვის თუ პირიქით აი მამან დედან კარნახობს მეხმარება აი ზღვარისად გადის აი სად უნდა დავიჭიროთ ეს კი ბატონო, კი, თქვენ ახსენეთ ელიტურ ათლეტებზე და ახსენეთ მოზარდ ათლეტებზე, ხო? იდეაში აქ თავარი მენტალური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება რა. აი, ამას აქ ძირითადად ხდება ხოლმე პატარა ფსიქოგანათლების მიწოდება სპორტსმენებისთვის, რომ იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ ისინიც განიცდიან, რომ ის ვარსკვლავები, რომელთაც ეხა ხედავენ, მათაც გაიარეს მსგავსი გზა, ხო? ისინიც ნერვიულობდნენ, ოდესღაც ისინიც შფოთავდნენ, მათაც ჰქონდათ მშობლებისგან წამოსული წნეხი, რაც მე საბოლოო ჯამში აისახა, ხო, ყველა ადამიანის პერფორმანსზე. განსხვავება მოზარდ ათლეტებთან მუშაობასა და ელიტურ ათლეტებთან მუშაობაში ის არის, რომ მოზარდი ათლეტები ხშირად იკეტებიან საკუთარ გარემოცვაში, ხო? საკუთარ ჩარჩოებში უფრო სწორედ. ნაკლებად საუბრობენ, გონიათ რომ მხოლოდ თვითონ განიცდიან ამ ყველაფერს. აი ელიტურ ათლეტებთან მუშაობა უკვე განმასხვავებელია ის, რომ ისინი უშუალო პერფორმანსზე შეიძლება მუშაობდნენ, ან შეიძლება მათაც ჰქონდეთ ღრმა დეპრესია ან რაღაცა წუხილები და ამ დროს ფსიქოლოგის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთი მაგალითი გვაქვს, ხო? სპორტში იგივე მოზარდობის დროინდელი დაწყებული ტრავმა, როგორ ახდენს გავლენას მერე დასვლასაკში. მაგალითად დელე ალი, ხო? ჩვენ ყველამ ვიცით მისი შემთხვევა, მაყურებლისთვის შეიძლება უცხო იყოს, მაგრამ ნუ ბავშვობის ტრავმებმა ძალიან დიდი გავლენა იქონა იმაზე, რომ დელე ალიმ ვერ შეძლო იმ ტალანტის ბოლომდე დემონსტრირება, რაც ჰქონდა. თუ ძალიან პრობლემად ხო არის მეორე, ანუ ამდენად გამონაკლისი შეიძლება დავარქოთ, როცა ბავშვობის ტრავმამ მასაკში მოზარდობისას მიღებულმა ტრავმამ შეიძლება მიიღოს ისახე რომ მოტივაცია დაქციოს ეს სპორტსმენმა რა ამ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა. პარალელურად ესეც გვინახავს არაერთი. კი, აი ჩვენ განსაზღვრავთ ან PTG, ხო, პოსტტრაუმული ზრდა, post-traumatic growth. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა ადამიანი ტრავმიდან მოვდივართ, ხო, ჩვენი ბავშვობის ტრავმები გვაძლევს საშუალებას, რომ როგორც პიროვნებები, ასე განვითარდეთ რა. აი თქვენ ახსენეთ მშობლების როლი გამხნევებასა და მხარდაჭერას და წნეხს შორის, ხო? მანდაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაივლოს ზღვარი მაგალითად, ჩემი როგორც მშობლის მიზანი რა არის. მე უბრალოდ უნდა ვიყო მხარდამჭერი როგორც მშობელი, მისი თამაშია. ხო, ფეხბურთელის თამაშია და ან ნებისმიერ სპორტსმენის თამაშია და ის არის ამ ყველაფრის შემოქმედი და არამე ხშირად აი ამ ზღვარის დაცვა უჭირთ ხოლმე მშობლებს და ნუ ეს ნეგატიური შეძახილებიც შეიძლება მაქედან მოდის, მიდი დაარტყი, პასი მიეცი, შეიძლება არა მხოლოდ საკუთარ შულს, არამედ სხვა ბავშვებსაც დაუყვირო და მას გადაწყვეტილების მიღების უნარში რაღაც ხელი შეუშალო, ხო? და ეს ხშირ შემთხვევაში არის გამოწვევა, იმიტომ რომ მე თავარი იკარგება უნიკალური გადაწყვეტილების მიღება. იგივე ხება თვითმფრინალებსაც, ხო, რომლებიც მაგალითად მუდმივად არჩუნდებიან, ხო, ტრიბუნაზე, ის რა ქვია, სამწუხარო ხო, და რა ქვია, ადგილიდან და ესეც ხელი შემშლელია. და მხარდაჭერას რაც შეეხება ბავშვებს ნაცვლად შედეგისა ჯობია ხოლმე რომ გამოვხილოთ ყურადღება პროცესზე. ის სიამოვნე ჩაერთე შენი შესაძლებლობები გამოავლინე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის რისთვის თამაშობს ფეხბურთს. არა იმიტომ რომ გოლები გაიტანოს, არამედ იმიტომ რომ ის სიამოვნოს და თავარი ამბავი აქ არის და კარგი. ის ცნობილი ფეხბურთელების ძალიან ბევრი ფრაზა მახსენდება ხოლმე, როცა ამბობენ რომ აი წარმატებული ფეხბურთელები მაგ ხედულობაში თავარია ვისი ამონო თამაშით და პროცესით. ეგაა ჩემი თავარი მიზანიო და ალბათ ეგაა თავარი ფილოსოფია წარმატებისას და ერთ-ერთი თავარი მნიშვნელოვანი რამ, რაც პირადად მეც ბავშვობა ტატამიზე გავატარე და სპორტთან შეხება რომ მქონდა ვიცი, მარცხის აღიარება უნდა შეგეძლოს და ამაში მშობლების როლი ძალიან მიღება. ანუ წაგება არ არის სამყაროს დაქცევა. მარცხება. მესის წაუგია და რონალდუს და მე ვინ ვარ რომ მე არ წავაგო, ხო? სოფლიო ჩემპიონატის ფინალი წაუგია მესის, რომელიც მე დაბრუნდა და 8 წელიწადში მოიგო, ხო? ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ წაგება არის ზრდის შესაძლებლობაც, ხო? ანუ შედეგზე ორიენტირება ხშირად სპორტსმენებს აკარგინებს ფოკუსს და ფოკუსი ეს არის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე. და ერთი კითხვას მინდა დაგისვა, ჩართულობა წარმატებული სპორტსმენებისა ბავშვებთან მიმართებით. რას გულისხმობ? შენ ახსენეთ ზეგან რომ ბავშვები უყურებენ რომ აი ისინი უკვე შემდგარი სპორტსმენები არიან, აი თუ რაღაც პერიოდულობით წარმატებული სპორტსმენების რაღაცა ჩართულობა და უბრალოდ საუბრები, შეხვედრები ბავშვებთან, ეს რამდენად გაზრდის მათ მოტივაციას? ერთი უშუალო შეხვედრები ძალიან შთამბეჭდავია ხოლმე, იმიტომ რომ
პირადად ხვდებიან იმ ადამიანებს, რომელსაც ესე შორიდან უყურებენ და ასე ვთქვათ, მათთვისაც დასამახსოვრებელი და მაგალითის მომცემია ხოლმე ყოველი ეს შეხვედრა და ასევე ჩემ პირად გამოცდილებაზე გეტყვი, რომ ძალიან მეხმარება უშუალოდ ათლეტებთან მუშაობის დროს ცნობილი სპორტსმენების მაგალითების გაზიარება. აი მაგალითად რო გაიგებენ, რომ აი მაგალითად ინიესტამ სოფლიო ჩემპიონატის წინ ღრმა დეპრესიას ებრძოდა. ვა, მართლა? და მე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გოლი გაიტანა და საუკეთესო იყო იმ ჩემპიონატზე. კი, იმიტომ რომ არსებობს ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებსაც ჩვენ ადამიანები ყოველთვის გავდივართ და ცხოვრების რაღაც ეპიზოდებში გავდივართ, მაგრამ ამ ბარიერებმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი ფუნქციონირებაში, ხო? იგივე სპორტსმენს ეხება ეს და ნებისმიერ ადამიანს რა. იმიტომ რომ ფსიქოლოგიური სირთულე ისეთი რაღაცა, რასაც ყველა ადამიანი თანასწორია და მოწყვლადია რა. კი ბატონო, ეს ის თემაა, რომელზეც ბევრი საუბარი შეიძლება და ბევრს ვისაუბრეთ, მე მას დარწმუნებული ვარ, კიდე მოგოცემა უფრო მეტი დრო და ვილაპარაკებთ ამ თემებზე. დღეისთვის მინდა რომ მადლობა გადაგიხადო სტუმრობისთვის, წარმატება გისურვო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად მიუდგეთ ჩვენ შვილებს და ზოგადად მოზარდებს და არ დავწნე. ვიცოდეთ ის ზღვარი სად გადის დაწნეხვასა და გულშემატკივრობას შორის. ნიკა ბუთლიაშვილი დინამო თბილისის აკადემიისა და მენტალ ჰაბის ფსიქოლოგი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ შეგვიძლია უკვე გავაგრძელოთ დილის პალიტრა პრესის მიმოხილვასთან ერთად. ეს იყო სპორტის რუბრიკა დღევანდელ დილის პალიტრაში. მადლობა.